დააკავეს ქალი, რომელმაც მარნეულში გუშინ საქმრო დაჭრა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 2 ქალი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა კაცზე ჯგუფურად იზალადეს. საცოლემ კი მას ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ახალგაზრდა ქალმა საქმრო ქორწილის წინა დღეს სხვა ქალთან ნაქირავებ ბინაში ნახა. ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, რომ სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ვაშინგტონში ზელენსკი ტრამპის შეხვედრაზე ისიც ჩავა. ევროკომისიის პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, რომელი ლიდერები აპირებენ ხვალ ამერიკაში გამგზავრებას. დღეს შუადღისას ზელენსკის ბრიუსელში უმასპინძლებს, წერს ლაიენი. გერმანული გამოცემა ბილდი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ხვალ ვაშინგტონში გამგზავრებას მერცი სტარმერი და მაკრონი ზელენსკისთან დღევანდელი კოორდინაციის შემდეგ ერთობლივად გადაწყვეტენ. უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს დღეს ონლაინ შეხვდება. საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა. სახსტატის მონაცემებით რძის წარმოება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1,1%-ით ნაკლებია, ხორცის კი 9,5%-ით.